ევროსაბჭოდან საგანგებო მისიამ შეხვედრები პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით დაიწყეს და ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა NGO-ებსა და იმ დაზარალებულ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც რუსთაველის გამზირზე სასტიკად სცემეს ქართული ოცნების ხელისუფლების სპეცრაზმა და არიან დაშავებულები. სწორედ ამ ადამიანებისგან, ვისაც ახლა ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს უკანონო დარბევასთან დაკავშირებით, რომელიც თითქმის მთელი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ხდებოდა რუსთაველის გამზირზე და სწორედ ეს ადამიანები აწვდიან ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ინფორმაციას. საუბრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, შეეხება უკანონო დაკავებებს რუსთაველის გამზირზე განხორციელებულ უკანონო ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების, რიგითი ადამიანების, ჟურნალისტების წინააღმდეგ და ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს ამ დრომდე ციხეში რჩებიან ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო და იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ამ დრომდეა ქვეყანაში, როგორ უნდა დააძლიოს ქვეყანამ პოლიტიკური კრიზისი, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და მთავარი მოთხოვნა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანების, სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სპექტრის და მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისა და რა უნდა გააკეთოს ევროსაბჭომ, რომლის წევრიც ამ დრომდე არის საქართველო, იმისთვის, რომ ქვეყანას დაეხმაროს, დააძლიოს ძალიან მძიმე და მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ დროისთვის ქვეყანაში არსებობს. ეს იქნება საუბრის მთავარი თემა, ასევე გაყალბებული არჩევნებით და სამოქალაქო სექტორმა აქ მოიტანეს კონკრეტული მტკიცებულებებით, ასევე მაგალითად ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებებით, ფოტოსურათებით, თუ ვინ დაშავდა რუსთაველის გამზირზე, როგორ იძალადეს მათ წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა ხარებას დაკვეთით, როგორ სცემეს ასობით ადამიანი და ყოველ შემთხვევაში მტკიცებულებები არის ძალიან ბევრი იმისთვის, რომ ევროსაბჭომ ძალიან ნათლად დაინახოს, რა რეპრესიებს ახორციელებს ქართული ოცნება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ვაწვდით მათ მუდმივ რეჟიმში ინფორმაციას განვითარებული მოვლენების თაობაზე, მაგალითად საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიების თაობაზე, ასევე დაკავებულების თაობაზე, რამდენი ადამიანი არის ადმინისტრაციული წესით, რამდენია სისხლის სამართლის წესით, რომ დაუსაბუთებელია მათ მიმართ წაყენებული ბრალი, დაუსაბუთებელია მათ მიმართ პატიმრობის ღონისძიებების გამოყენება, ასევე ვაწვდით ინფორმაციას ქართული ოცნების მხრიდან მიღებული ანტიდემოკრატიული ადამიანის უფლებების შემლახავი, ასე ვთქვათ, კანონების და მათი აღსრულების მავნე პრაქტიკის შესახებ. დღეს, რა თქმა უნდა, უკვე მივაწვდით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების თაობაზე ინფორმაციას, იმაზე, რომ რეჟიმი კიდევ უფრო აგრესიული გახდა. საკმაოდ ხანგრძლივი იქნება ეს შეხვედრა და სხვადასხვა საკითხებზე იქნება. ერთი უკავშირდება მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის არჩევნებს და არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებს, არსებულ სამართლებრივი და პოლიტიკური კრიზისი და ჩვენი მხრიდან დანახული ეს კრიზისი, ასევე მოგვარების გზები და მეორე საკითხები ეხება უკვე კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ქართული ოცნების მხრიდან, იქნება ეგ საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული თუ სხვა ცვლილებები, რომლებიც მათ შორის მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილში. აქ მნიშვნელოვანი იქნება ვისაუბროთ იმ სამართლებრივ კრიზისზე, პოლიტიკურის გარდა, რაც ქვეყანაში არის, მათ შორის თუნდაც პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ იყო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ უკვე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და ლეგიტიმაციის საკითხები. ის დარღვევები, რომელიც ჩვენი სადამკვირვებლო მისიის და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნა იდენტიფიცირებული, ჩვენ ყველა მათ შესახებ მივაწვით ინფორმაციას. დაწყებული არჩევნების ფარულობის დარღვევიდან გაგრძელებული ამორჩეულზე ზეწოლით, გაგრძელებული სხვადასხვა დარღვევებით, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. დელეგაცია, რომელიც საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოვიდა პარალელურ რეჟიმში, NGO-ებთან ერთად ხვდებიან იმ დაზარალებულ ჟურნალისტებს, რომლებიც გახდნენ სასტიკი ანგარიშწორების მსხვერპლი საქართველოს ხელისუფლებისგან, მათი პირადი სპეცრაზმისგან, რომელიც არინდობდნენ რუსთაველის გამზირზე არც ჟურნალისტებს, არც რიგით მოქალაქეებს და მათ პირდაპირ ჰქონდათ დაკვეთა, რომ ზეწოლა და თავდასხმა განეხორციელებინა ჟურნალისტების და დამოუკიდებელი მედიის წინ
წინააღმდეგ. აქ იმყოფება ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელიც არის დაზარალებული ჟურნალისტების ხმა და ის საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით მოუყვება ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას. რა ხდებოდა რუსთაველის გამზერზე, რა მეთოდებს იყენებდა საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება ჟურნალისტების წინააღმდეგ, როგორ სცემდა და სასტიკად უსწორდებოდა მათ და გურამ როგავა ჩვენთან ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ის იქნება ძალიან ხისტი, მწვავე და პირდაპირ მოსთხოვს დელეგაციას, რომ დროა სიტყვების ნაცვლად მოქმედებაზე გადავიდნენ და განახორციელონ კონკრეტული ქმედებები ივანიშვილის სანქცირებული და არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ. მე პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ შეიძლება უხეშადაც კი ვეტყვი, რომ არავის სჭირდება მათი ბრტყელი განცხადებები. დღეს თუ ჩვენ უბრალოდ დაგვასახიჩეს, ხვალ მოგუკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის. პირდაპირ ვაპირებ ჩემს შემთხვევაზე, ჩემი კოლეგების შემთხვევაზე, კონკრეტული მაგალითებით, ვიდეოებით, კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ არ გვიმჩნევს ხელისუფლება და ეს ხდება მიზანმიმართულად, იმიტომ რომ ამ ფორმით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და გაჩუმებას. მე დღეს ვიქნები ძალიან მკაფიო და შეიძლება ცოტა უხეშად. ევროსაბჭოს დელეგაციამ სამდღენი ვიზიტი საქართველოში, როგორც უკვე გითხარით, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით დაიწყო და საქართველოში ჩამოსვლამდე დელეგაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ქვეყანაში ჰქონდათ დაგეგმილი რიგითი ვიზიტი და ეს არ იყო. ეს ვიზიტი არ ეხება ვინმეს ლეგიტიმაციას იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ აღნიშნული ვიზიტი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ არ გამოიყენოს, მათ პირდაპირ მოჰფინეს ნათელი მათ ვიზიტს და თქვეს, რომ ეს არის დაგეგმილი ვიზიტი, ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან როგორც ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე ქართულ ოცნებასაც და პირდაპირ თქვეს, რომ აქ არ ჩამოვიდნენ ქართული ოცნებისთვის ან არალეგიტიმური, ან ლეგიტიმური ლეგიტიმაციისთვის შესაბამისად. მათ პირდაპირ თქვეს, რომ მონიტორინგის მისიის ფარგლებში დააკვირდებიან საქართველოში განვითარებულ პროცესებს, მოусმენენ ყველას, რადგან საქართველო იქიდან გამომდინარე, რომ არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, არის ვალდებული შეასრულოს ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები, უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თუმცა ევროსაბჭოში კარგად ხედავენ, რომ არც ერთ ამ პრინციპს ქართული ოცნება არ იცავს, შესაბამისად მეტი დეტალის გასარკვევად ჩამოვიდნენ აქ და საინტერესო იქნება რა დასკვნას დადებენ შემდეგ დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ.